იმხელა ტკივილი მქონდა და იმხელა თვითგვემა საკუთარი თავის დადანაშაულება, რომ აქედან გამოსავალი მეთქი არ არსებობს რა. იმხელა შეცდომები მაქვს დაშვებული, რომ ამის გამოსწორება ფიზიკურად უბრალოდ შეუძლებელია. აი ეს ყველაფერი რაზეც ვიდეოში ვილაპარაკე. რეალურად მე გავაკეთე რა. რანაირად მოვირგე ეგ როლი, რომ იმდენად მნიშვნელოვანი მგონია ჩემი თავი, რომ შულს უნდა ვაპატიო და მშობელს უნდა ვაპატიო, ან საკუთარ თავს უნდა ვაპატიო რა. რას ნიშნავს საერთოდ უნდა ვაპატიო მე ვინმეს მე მაგას ვერ ხვდები რა. ერთი ინდივიდი ქმნის ერთ სამყაროს. და თუ გინდა რომ სამყარო შეცვალო, დაიწყე საკუთარი თავით. რამე თუ შენ არ ხარ არავინ გარდა სამყაროს. სადღაც რაღაცა 2025 წლის და 2026 წლის წინ იესო ქრისტე ვიღაცებმა კი არ აცვეს ჯვარზე. მე გავაკეთე ეგ რა. რამე თუ მე არ ვარ იმ ადამიანებზე უკეთესი. სალამი მეგობრებო. ზუსტად არ ვიცი რისი გაზიარება მინდა. მაგრამ ვაპირებ რომ გავაზიარო ჩვენს რელიგიაზე, როგორ გვესმის ღმერთთან ურთიერთობა. რა მნიშვნელობით ხმარობთ სიტყვას უფალო შეგვიწყალენ? როგორ მოქმედებს ჩვენზე პატიება, რომ უნდა ვიყო ნაპატიები, ან მე რომ უნდა ვაპატიო ვინმეს? ცოდვილის დანიშნულება, რას ნიშნავს რომ ყველანი ერთად ვართ ამ ყველაფერში? რას ნიშნავს საერთოდ ეს ერთობა? მოკლედ დავიწყებ საუბარს და ვნახოთ რა გამოგვივა. შენ რაც მოგეწონება აიღე, დანარჩენი დატოვე. როდესაც ვიბადებით რელიგიურად განწყობილ ქვეყანაში და ფაქტურად ყველა ქვეყანა ასეთია, ჩვენ გვინდა არ გვინდა უკვე წინასწარ ვართ განპირობებული რაღაც ღმერთის კონცეფციით, მცნებებით, აკრძალვებით, რა არის კარგი და რა არის ცუდი, მორალით. ეს ყველაფერი ჩვენი არჩევანი არ არის. შესაბამისად არც გვაქვს საწყიში თავისუფალი ნება, რომ ჩემით ჩამოვაყალიბო ცხოვრების მიმართ, ღმერთის მიმართ, ნატიფი შეგრძნებების მიმართ ხედვა, აღქმები, ჩემი პირადი ურთიერთობები რომ მქონდეს ამ ყველაფერთან, ამის შესაძლებლობა არ მაქვს. შესაბამისად, ჩემი ერთადერთი პასუხისგებლობა არის, რომ ჩემს განვითარებასთან და ზრდასთან ერთად ჩემი ხედვის, აღქმების და შეხედულებების მიმართ მეტი პასუხისგებლობა გამოვიჩინო და რაღაცებზე კითხვები დავსვა რა, რაღაცები ეჭვის ქვეშ დავაყენო და განა ის, რომ დღეს როგორც ვართ საზოგადოების უმეტესობა, რომ ღმერთზე გაბრაზებული პატარა ბავშვები ვითვართ, რომ ავჯანყდით და ვიძახით, რომ ღმერთი არ არსებობს, ან გინდა თუ არა დავიმორჩილო იმ ცნებებს და ვთქვა, რომ ღმერთი არსებობს, ან ვთქვა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ გონების პროდუქტია, არამედ ჩემი პირადი გამოცდილება რეალურად რა არის რა. ჩემი რეალურად პირადი გამოცდილება რაზე გადის? როგორ უყურებ ამ სამყაროს? როგორ მესმის საერთოდ ჩემი ამ სამყაროში ყოფნა? ცხოვრება რა არის საერთოდ? ან რატო ვარ ადამიანებთან ერთად? ამ ოჯახში რატო ვარ? ეს ერთობა როგორ აღიქმება ჩემში რა. ჩემი დაკვირვებით რა ურთიერთობაც მაქვს ჩემს მაღალ ძალასთან, ისე როგორც მე დღეს მესმის ღმერთი, ზუსტად იგივე ურთიერთობა გადამაქვს მე ნებისმიერ ადამიანთან, მშობლებთან, მეგობრებთან, პარტნიორთან, თანამშრომლებთან, არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანი მორწმუნეა თუ არ არის მორწმუნე და ამას აღიარებს თუ არ აღიარებს, დაბადებიდან მას უკვე აქვს წარმოდგენა ღმერთის რაღაც კონცეფციაზე რა, ისე როგორც თუნდაც მშობლებმა უთხრეს, ან ქვეყანამ როგორც უთხრა, თავის რელიგიამ როგორც უთხრა, რაღაც წარმოდგენა აქვს უკვე. თუ ადამიანი აჯანყდა და იძახის, რომ ღმერთის არ მწამს და ღმერთი არ არსებობს, ესეც თავისი დამოკიდებულება უკვე ღმერთის მიმართ რა, ესეც უკვე რაღაცნაირი პატერნია, რომ იძახის, რომ ღმერთი არ არსებობს. არ შეიძლება მე გადაჭრით ვამბობდი ღმერთი არსებობს თუ არ არსებობს. ეს მხოლოდ ჩემი პირადი ურთიერთობა არის, ჩემი პირადი დამოკიდებულება არის. შესაბამისად, რაღაცნაირი ურთიერთობა, ჩვენებური ურთიერთობა ღმერთთან ყველას გვაქვს. თუნდაც რომ ღმერთი არ არსებობს ვიძახი, ესეც ჩემებური ურთიერთობაა იმ მაღალ ძალასთან, რაზეც ვიძახი, რომ არ არსებობს რა. ამიტომ თუ დავაკვირდებით რაღაცნაირი პატერნი ღმერთთან მიმართებაში ადამიანებში არსებობს. ხშირ შემთხვევაში ეს არის, რომ ცოდვილი ვარ და ღმერთმა უნდა მაპატიოს. ასევე არის რელიგიური ადამიანები, რომ ღმერთმა მე ყველაფერი მაპატია და ვარ ნაპატიები. ასევე არის გაბრაზებული ადამიანები, ვინც იძახიან, რომ რამდენი რამე გადამხდა ცხოვრებაში და ღმერთი მაშინ სად იყო, შესაბამისად ღმერთი არ არსებობს, ახალზე მაქვს გადასმული, იმიტომ რომ როცა მჭირდებოდა, მაშინ გვერდში არ დამიდგა. ან ზოგიც ამბობს, რომ საერთოდ ღმერთი არ არსებობს, სისულელე ადამიანის შექმნილი და მოგონილი არის რა. ხო, აი ესეთი დამოკიდებულებები ძალიან ნათლად ჩანს მე ყოველდღიურ ცხოვრებაში რა. ზუსტად იგივე პატერნი, მე როგორი შეხედულებაც მაქვს ღმერთის მიმართ, იგივე შეხედულება გადამაქვს ადამიანების მიმართ.
აი ავიღოთ მაგალითად რომ ღმერთმა უნდა მაპატიოს რა, ცოდვილი ვარ და ღმერთმა უნდა მაპატიოს. ესეთი ადამიანები ხშირად ხო ჩვენს ეს არ არის აუცილებელი რომ რომელიმე კატეგორიას მივეკუთვნებოდე რა. ანუ ყველა ჩემში არის. ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალე რაღაც კუთხით ყველაფერი ვლინდება ჩემში. ამიტომ რაღაც ერთ კატეგორიას არ შეიძლება მივაკუთვნო ჩემი თავი. ეს ყველაფერი ჩემში არსებობს რა. ყველანაირი წარმოდგენა ჩემში არსებობს, ყველანაირი დამოკიდებულება ჩემში არსებობს. შესაბამისად, აი ძალიან ხშირად ყოფილვარ ეგეთ მდგომარეობაში, რომ ძალიან მტკივნეულია, როცა მე ცოდვილი ვარ და მე ვიძახი, რომ ჩემი ქმედებები, რაც ადამიანების მიმართ გავაკეთე, არ კარგ ადამიანს არ შეეფერება და კარგი ადამიანი ამას არ უნდა აკეთებდეს. ის ქმედებები, რაც განვახორციელე ცხოვრებაში, ანის დამოკიდებულება, რაც ადამიანების ან საკუთარი თავის მიმართ მქონდა, რეალურად მაწუხებს, იმიტომ რომ ბავშვობიდან ესე მესმის, რომ ღმერთი დამსჯის რა. ღმერთი დამსჯის, იმიტომ რომ არ ვარ კარგი მორწმუნე, არ ვარ კარგი ღმერთის შვილი და ასე შემდეგ. შესაბამისად, თუ ჩემში ღმერთი არის როგორც ავტორიტეტი და მე უნდა დავიმსახურო მისი კეთილგანწყობა, რომ ღმერთმა მიმიღოს არაცოდვილი ირაკლი და ეს ცოდვები მაპატიოს, შესაბამისად მე როგორც ღმერთს ვცნობ მე ავტორიტეტად, ისე ჩემ და უნებურად ბავშვობიდან დღემდე ცხოვრებაში ვირჩევ ავტორიტეტებს რა და ამ ავტორიტეტებისთვის მე ვცდილობ რომ მოსაწონი გავხდე. მაგალითად მეშინია რომ მეგობარმა არ მიმატოვოს, მეგობრისთვის მიუღებელი არ ვიყო, პარტნიორმა არ მიმატოვოს, თანამშრომელმა სამსახურიდან არ გამომიშვას, მშობელმა არ მითხრას რომ კარგი შვილი არ გამიზრდი ხარ. და ასე შემდეგ რა და ამისთვის რას ვაკეთებ და საკუთარ თავზე ვძალადობ რა არაბუნებრივ ირაკლის ვქმნი რა ჩემს ბუნებრივ ავთენტურ მდგომარეობას მივაძინებ სადღაც და ვაკეთებ წინასწარ ვცდილობ რომ ადამიანის ქმედებები ამოვიცნო მე ჩემში ძალიან ხშირად დამიფიქსირებია ეგ რომ წინასწარ ვცდილობ ადამიანის ფიქრი ამოვიცნო წინასწარ ვცდილობ მისი განწყობა განსაზღვრო რა ეს სიამოვნება რაზე საუბარი ეს სიამოვნება ან რა მოცემულობა ეს სიამოვნება და მე ვაკეთებ ყველაფერს რომ ამ ადამიანისთვის ჩემთან ერთად ყოფნა სასიამოვნო გახდეს რა და თუ მოხდა ისე რომ ადამიანმა ხაზი გაუსვა ჩემს ქმედებას და თქვა რომ ჩემი ქმედება რაღაცაში მოსაწონი არ იყო ძალიან დიდი დანაშაულის შეგრძნება მეუფლება რა ძალიან დიდი გულისწყობა არის იმედგაცრუება საკუთარი თავის თვითგვემაა რომ ეს როგორ დამემართა კიდევ ერთხელ ვერ ვიყავი საკმარისი ვერ გავაკეთე ის როგორ ჩაფიქრებული მქონდა და მე რაღაცნაირად ვცდილობ რომ აი ამ ადამიანმა ეს ყველაფერი მაპატიოს და ან მის განწყობაში დავინახო ისეთი ქმედება გამიღიმოს, გამიცინოს, მითხრას არაუშავს, რომ რაღაცნაირად ქმედება დავინახო მაშინ, რომ ჩემზე ნაწყენი არ არის რა, მაგრამ თუ გრძნობ რომ ადამიანი ჩემზე ნაწყენია, ძალიან დიდი ტკივილია რა, იმიტომ რომ არ შეიძლება მე რომ მიუღებელი ვიყო, არ შეიძლება მე რომ უპატიებელი ვიყო რა. და ეს პატერნი მაქვს ღმერთთან მიმართებაშიც. მე ესეთი ადამიანები მივდივართ ეკლესიაში და ლოცულობთ რომ ღმერთმა მაპატიე და უფალო შემიწყალე ყოველ დღე ვიმეორებ, ლოცვებს ვკითხულობ, მუხლებზე ვდგავარ და მამაოსთან მივდივარ რომ მაპატიოს და აი ეს ჩემი შეხედულება რაც მქონდა ადამიანების მიმართ, ზუსტად იგივე არის ღმერთის მიმართ, რომ ღმერთმა უნდა მაპატიოს რა. და შეიძლება მთელი ცხოვრება ვიცხოვრო იმაში, რომ ღმერთმა უნდა მაპატიოს, იმიტომ რომ ცოდვილი ვარ. და ამის სწორი გაგება არ მაქვს. ამას ცოტა ვიდეოს ბოლოსკენ ვიტყვი, რას ნიშნავს ჩემთვის სწორი გაგება, რას ნიშნავს ნაპატიები და ასე შემდეგ. და როდესაც მე ვუშვებ იმას, რომ მე უნდა ვიყო ნაპატიები და შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს არც ღმერთთან და არც ადამიანებთან და ამას მოყვება ის, რომ ყველასთვის უნდა ვიყო მოსაწონი ირაკლი, ამას ძალიან დიდი უარყოფა მოყვება შინაგანად რა ეს ფსიქოსომატურად სხეულზეც მოქმედებს ემოციური გაუცხოება მემართება ადამიანების მიმართ მე აგრესიული ვხდები იმიტომ რომ დავიგროვე და სადღაც ამან უნდა ამოხეთქოს და ისევ რა თქმა უნდა ადამიანებში ამოხეთქავს და მე ვიძახი რომ არავინ აღარ მიყვარს არავისთან ურთიერთობა აღარ მინდა მემართება განცალკევება იმიტომ რომ გამოვფიტე საკუთარი თავი მთლიანად რა მაგრამ ამას ვაკეთებ იქამდე სამდეც ბოლომდე შემიძლია რა ბოლომდე გავაწურინებ იმას რომ ყოველთვის სასარგებლო ვიყო და მე რა თქმა უნდა არის დეპრესია ჩაკეტილობა რომ არავისთვის მისაღები აღარ ვარ და ასე შემდეგ რა და როდესაც აი ადამიანი იძახის რომ მე მისაღები უნდა ვიყო ყოველთვის მშობლებისთვის მოსაწონი უნდა ვიყო და ასე შემდეგ და ეს ადამიანი თუ ემოციურად გამოიფიტა მე გაბრაზებაში გადადის რა აი გაბრაზდება სამყაროზე საკუთარ თავზე პირველ რიგში ღმერთზე რომ რა ვერ გავხდი შენთვის მოსაწონი რა და ამას ვეძახი რომ მე ღმერთზე გაბუტულ ბავშვობას რომ ღმერთი არ არსებობს რა ესეთი ღმერთი მე არ მინდა და ღმერთი არ არსებობს და ურთიერთობებში როგორ გადამაქვს მე პირიქით რა ნუ ადამიანებს მიუთითებ რომ შენ ჩემთან შეგეშალა და დაიმსახურე ხალ ჩემი პატიება აი მე მივდივარ ადამიანებთან და ვეუბნები რომ იცი რა შენი ქმედება ჩემთვის დამაზიანებელი იყო აი ჩემი ქმედება შენთვის მიუღებელი იყო ეგეთი როგორიც ხარ ჩემთვის მიუღებელია
და ამას მოყვება ის, რომ მე შეფარულად, მანიპულაციურად შენ მოგიწოდებ, რომ გააკეთე ახლა ესეთი ქმედება, რომ მე შენ გაპატიო. აი გაბრაზებული, გაბუტული ამბოხის მქონე ადამიანი ნაპატიებიდან გადადის იმაში, რომ ეხლა მე ვარ პატიებელი და მე უნდა გაპატიო. ესეც რა თქმა უნდა მე ემოციურად მოძალადი ადამიანს ქმნის რა, манипуляტორ ადამიანს ქმნის. ემოციურად რთულია რა, ესეთ ადამიანთან ყოფნა და ესეთიც ძალიან ხშირად ყოფილი ვარ, რომ სადაც მივდიოდი დაძაბულობა შემქონდა რა, ეს დაძაბულობა შედიოდა ჩემში. ეს დაძაბულობა იყო ჩემში და სადაც არ უნდა შევსულიყავი, შეგრძნება მქონდეს. არ ვიცი ხა ესე იყო თუ არ იყო, მაგრამ მე შეგრძნება მქონდა, რომ სადაც მივდივარ დაძაბულობა მიმაქვს რა. მოშვებული ვერ ვარ, მოდუნებული ვერ ვარ, მხიარული ვერ ვარ, იმიტომ რომ ჩემთან ყველა ვალშია. იმიტომ რომ მე ძალიან სერიოზული მგონია საკუთარი თავი, ძალიან დიდი ვინმე მგონია საკუთარი თავი და ეს ადამიანები ჩემთან რაღაცნაირად ვალში არიან, ჩემთან შეცდომა აქვს დაშვებული და მასთან უკვე დისტანციას ვიჭერა. და ეს ყველაფერი, აი, როდესაც ორივე მხარე რო ვთქვათ, რომ მე ან უნდა ვიყო პატიებელი, ან მე უნდა ვიყო ნაპატიები, ძალიან რთული მისიაა რა. ემოციურად ძალიან რთულია, როდესაც მე ვინმე უნდა მაპატიოს, ეს ადამიანი იქნება თუ ღმერთი იქნება. ეს იცი რას ნიშნავს, რომ ესე იგი მე თუ უნდა მაპატიონ, ესე იგი რაღაცა ძალიან დიდი შეცდომა მაქვს დაშვებული რა. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ მე სამყაროს ცხოვრებას, ამ ჩემს სიცოცხლეს რაღაც გამოცდილებების კუთხით კი არ უყურებ. განვითარების, გაზრდის, ახალი სწავლის, ურთიერთობების სწავლის კუთხით კი არ უყურებ. თითქოს ვალდებულება მაქვს უკვე საკუთარ თავზე აღებული, რომ უნდა ვიცოდე რა, როგორ უნდა ვიცხოვრო. არ ვიცი მე როგორი უნდა იყოს საერთოდ კარგი შვილობა, კარგი დედობა, კარგი მამობა, კარგი პარტნიორობა, კარგი თანამშრომლობა. მაგრამ აი ჩემში ეს ეგოცენტრიზმი, რომელიც იძახის, რომ მე უნდა ვიცოდე, იმიტომ რომ ესე მასწავლეს, რომ არ შემილია შეცდომით დაშვების უფლება არ მაქვს. ამას ვეღარ ვიღებ როგორც გამოცდილებას, ვეღარ ვიღებ როგორც გასართობს, აი როგორც პატარა ბავშვი ყველაფრით ერთობა, ყველაფერი მისთვის საინტერესოა. მეც შემიძლია რეალურად ცხოვრებას ესე შევხედო, რომ ყველაფერი საინტერესოა, დაშორებაც საინტერესოა, შერიგებაც საინტერესოა, მარტო ყოფნაც საინტერესოა, ბევრ ხალხთან ერთად ყოფნაც საინტერესოა. მხოლოდ საინტერესოა, ამითი გამოცდილებებს ვიღებ. რაღაც ახალ სიახლეს ვეცნობი, შემეცნებას ამითი ვაკეთებ, საკუთარ თავს ამითი უბრუნდები. ჩემს ბუნებრივ მდგომარეობას ამით უბრუნდები. ამითი ვიშორებ ყველა ნიღაბს და ყველა დაძაბულობას, რომ ესეთი უნდა ვიყო, ან ასეთი არ უნდა ვიყო. და ამ ყველაფერში ხელს მიშლის ზუსტად ის, რომ თითქოს ჩემი ქმედება იმდენად მნიშვნელოვანია და ჩემი ქმედება იმდენად გათვლილი უნდა იყოს, რომ შეცდომა არ დაუშვა. და შეცდომა თუ დაუშვი, მე უნდა მაპატიონ რა. ხო და არ ვარ ეგეთი არ არის ჩემი ქმედებები ეგეთი მნიშვნელოვანი რა. ეგ სერიოზულად არ შეიძლება უყურებდე მე ჩემს ქმედებებს, რომ ყველაფერი შეცდომა იყოს რა. უბრალოდ მარტივად შევხედოთ, ეს ყველაფერი გამოცდილებაა რა. ამ გამოცდილების პროცესში მე მაქვს შეცდომის დაშვების უფლება. და ერთი სულიერი პრინციპი არსებობს, რომ შეცდომა როგორც ცხოვრების უმაღლესი ღირებულება, რამე თუ მე ამ შეცდომით ვსწავლობ და ვითარდები. ხო და მე თუ ჩემს ქმედებას კიდევ ერთხელ ვიძახი, ურთიერთობების დასრულებას, შერიგებას, დაშორებას, სამსახურში მიღებას ან სამსახურში არ მიღებას, მეგობართან კამათს, მეგობართან მხიარულებას, ნებისმიერ მოცემულობას, შეფასების და შედარების გარეშე, აი ნებისმიერ მოცემულობას. ეხლა რო აქ მარტო ვზივარ და ამ ვიდეოს ვწერ, აი ამ მოცემულობას ყოველგვარი შესწორების და შეკეთების გარეშე. თუ მე ისე შევხედავ, როგორც ცხოვრების ღირებულება, როგორც შემეცნება, სწავლა, გაზრდა, განვითარება, მაშინ ჩემი ქმედებები არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მე ჩემი შეცდომები გავაკონტროლო და ჩემ თავს არ მივცე უფლება შეცდომა დაუშვას. ესეთ რაღაც წავიკითხე, რომ შეცდომა ის კი არ არის, რასაც მე ვეძახი, რომ რაღაცა გავაკეთე და გავაფუჭე და შეცდომა დაუშვი. რასაც ადამიანები რეალურად ზოგადად შეცდომას ვეძახით. შეცდომა კი არ არის. შეცდომა ის არის, რომ რაღაც გავაკეთე და მე არ გამოვასწორე რა. და რატო ვერ გამოვასწორე? იმიტომ რომ იმდენად სერიოზულად აღვიქვი უკვე ჩემი გაფუჭებული რაღაც, რომ ეს ცხოვრება დასრულდა რა. აი მე ხა იმდენად დიდ შარში ვარ, ან იმდენად დიდ მოგვარებელ პრობლემაში ვარ, რომ აქედან გამოსავალი არ არსებობს. და აქ ხდება მე რა განცალკევება, ჩაკეტვა. რომ თითქოს ჩემი ქმედება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე ვინმეს დაზიანება შემიძლია, ან ვინმეს აყვავება შემიძლია რა. მე არც არავის დაზიანება შემიძლია და არც არავის გაბედნიერება არ შემიძლია. რამე თუ ყველა თავის ცხოვრებას თავისი გამოცდილებებით გადის და თავისი პირადი გამოცდილებებია, თავისი პირადი შემეცნებაზეა ეს თავისი ცხოვრება. და მე იქ არანაირი როლი არ მაქვს აბსოლუტურად. ამიტომ ძალიან დიდი წონაა და ძალიან დიდი სათრევი ტვირთი არის ის, რომ მე მეგონოს, რომ ჩემს ქმედებებს იმხელა მნიშვნელობა აქვს, რომ ვიღაცის ცხოვრების ცვლილება შემიძლია.
ჩემი პასუხისმგებლობა არ არის იმ ადამიანის ემოციის განწყობა, იმ ადამიანის რეაქცია ჩემს ქცევაზე. მე ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, რომ რავი, როგორ შემიძლია დღეს ისე ვიცხოვრო რა. ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ვიყო ცნობიერი ჩემი ქმედებების მიმართ. ამ ქმედებებში თუ მოხდა ისე, რომ რაღაც შეცდომა დაუშვი და რაღაც ისე არ იყო, როგორც სიტყვაზე ჩემი სურვილი და საჭიროება იქნებოდა, ვიღებ ამ ყველაფერს რა. იმიტომ რომ გამოცდილებებად უყურებ. კიდევ ერთხელ ვიძახი, როგორც ცხოვრების უმაღლესი ღირებულება, რამე თუ ამ ქმედებებით მე შევიმეცნებ, ვსწავლობ და ვითარდები. შესაბამისად, თუ მე ვიძახი, რომ ჩემი ნებისმიერი ქმედება მათ შორის დაშვებული შეცდომა არის ცხოვრებისეული ღირებულება და გამოცდილება, მაშინ საპატიებელი რა არის? რას ნიშნავს მაშინ პატიება? რატომ უნდა მაპატიოს ვიღაცამ ჩემი გამოცდილებების გამო რა? ხო და აღარ ვიმყოფებ საკუთარ თავს მაგ როლში, მსხვერპლის როლში და საპატიებელი ადამიანის როლში აღარ ვხედავ ამ სამყაროს რა. თუ ჩემი ქმედებით ვიმე დაზიანდა, ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა. მე არ ვიძახი ხან მივიდე და ვიღაცა თავში წამოვარტყა და ვიძახა, რომ ეს ჩემი პრობლემა და ჩემი სადარდებელი არ არის. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსმევ რა, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ვიყო ჩემი ქმედებების და ემოციების მიმართ ცნობიერი და ამ ცნობიერ პროცესში თუ მოხდა რამე ქმედება და არ ვაფასებ, ეს იქნება უარყოფით თუ დადებითი, უბრალოდ ჩემი ქმედება, ყველაფერი არის ჩემი გამოცდილება. და ადამიანები მაგიტო საუბრობთ ერთმანეთში და მაგიტო ვაზიარებთ, რომ რა ადამიანმა მითხრას რა მისთვის რა არის მისაღები, რა არ არის მისაღები და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცისთვის უნდა გავხდე მე საპატიებელი ან პატიებელი. არა, უბრალოდ ურთიერთობის ხელოვნება ესე მესმის, რომ ადამიანები ვსაუბრობთ, აზრებს ვცვლით, ემოციებს ვცვლით, მდგომარეობებს უზიარებთ ერთმანეთს. და ეს ყველაფერი გაგებას ექვემდებარება და არა პატიებას, ან საპატიებელი უნდა ვიყო თუ პატიებელი უნდა ვიყო. ზუსტად იგივე ხდება, როდესაც მე უნდა ვაპატიო რა. ანუ მე არ ვარ იმდენად მნიშვნელოვანი ადამიანი, აი რანაირად მგონია საკუთარი თავი ეგეთი მნიშვნელოვანი რა. მე რანაირად მოვირგე ეგ როლი, რომ იმდენად მნიშვნელოვანი მგონია ჩემი თავი, რომ შულს უნდა ვაპატიო და მშობელს უნდა ვაპატიო, ან საკუთარ თავს უნდა ვაპატიო. რას ნიშნავს საერთოდ უნდა ვაპატიო, მე ვინმეს მე მაგას ვერ ხვდები. ცხოვრებაში მქონდა ერთხელ ეგეთი პერიოდი, რომ ჩემი თავი მეგონა ისეთ მოცემულობაში, რომ იმხელა ტკივილი მქონდა და იმხელა თვითგვემა საკუთარი თავის დადანაშაულება, რომ აქედან გამოსავალი მეთქი არ არსებობს რა. იმხელა შეცდომები მაქვს დაშვებული, რომ ამის გამოსწორება ფიზიკურად უბრალოდ შეუძლებელია. ანუ რაც მე გავაკეთე და როგორც მე ვიცხოვრე, რომ დავინახე შორი კუთხიდან, მეთქი ამის გამოსწორება შეუძლებელია რა. და მე რაღაც გამოჯანმრთელების, ჰილინგის, კურნების პროცესს როცა გავდივარ, მე ვიცახი, რომ საკუთარ თავს უნდა ვაპატიო ხა ეს ყველაფერი რა. ხო და ძალიან რთული მისიაა რა, რას ნიშნავს უნდა ვაპატიო საკუთარ თავს. ესე იგი, მე ვერ მივხვდარ ვარ, მე ჯერ კიდევ ვერ მივხვდარ ვარ და ჯერ კიდევ ვერ გამომიღვიძია იმ ცნობიერებაში, რომ საპატიებელი არაფერი არ არის რა. მე თუ ვიძახი, რომ საკუთარ თავს უნდა ვაპატიო, ესე იგი, რაღაც გზა მაქვს გასავლელი რა. ესე იგი, ჯერ უნდა დავიმსახურო ეს პატიება, ჯერ უნდა გავხდე კარგი ირაკლი, რაღაც ქმედებები შევიცვალო, მდგომარეობა შევიცვალო, აზროვნება შევიცვალო, რაღაცნაირი კარგი ირაკლი უნდა გავხდე. და ამ პროცესს რო გავივლი, მე შემიძლია საკუთარ თავს ვაპატიო. და რავი, როდის შემიძლია რა ვაპატიო? ეს გზა შეიძლება რომ ერთი ცხოვრება იყოს, ორი ცხოვრება იყოს და რატო არ შემიძლია რომ აი ამ წამს ვაპატიო ირაკლის? ანუ ამ წამს თქვა რომ რავი, რა უნდა ვაპატიო რა, ვიცხოვრე ისე როგორც შემიძლია, უკეთესად რომ შემძლებოდა, უკეთესად ვიცხოვრებთ. დღეს რა შემიძლია გავაკეთო? დღეს რითი ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ იგივე ქმედებები არ გავანხორციელო, რომ არ დავიზიანო საკუთარი თავი, არ დავაზიანო სხვა ადამიანი. მე რამდენჯერაც ვიტყვი რომ საკუთარ თავს უნდა ვაპატიო, ეს ნიშნავს რომ რაღაც ჯერ კიდევ გზა მაქვს გასავლელი რა. ჯერ ეს ირაკლი არ არის კარგი ირაკლი. აი კარგი ირაკლი რო გახდება, მაშინ ეპატიებ. იმიტომ რომ ვაპატიო მომავალია რა. და ეს მომავალი როდის დადგება? შეგიძლია დასვა წერტილი და თქვა რომ არ მაინტერესებს ეს მომავალი რა. მე ეხლა ურთიერთობა როგორი მაქვს საკუთარ თავთან. შესაბამისად, ვინც ვიძახით რომ საკუთარ თავს უნდა ვაპატიოთ, ძალიან დიდ ტვირთს დავათრევთ რა. ამით ვშორდებით საკუთარ თავს. საკუთარ თავთან გაერთიანება არ ხდება. და ცხოვრებას ეგრე სერიოზულად არ შეიძლება უყურებდეთ რა. საკუთარ თავს ეგრე სერიოზულად არ შეიძლება უყურებდეთ და ეგეთი დიდი მნიშვნელობის მქონე ადამიანები არ შეიძლება რომ ვიყოთ. უბრალოდ გამოცდილებებს გავდივართ, ეს გამოცდილებები მიიღე როგორც გამოცდილება. და იგივე ხდება რა სხვა ადამიანის მიმართებაში. მე არ ვარ იმდენად მნიშვნელოვანი ადამიანი, რომ ვიღაცისთვის პატიებელი უნდა ვიყო რა. ეს იმას ნიშნავს, რომ პრინციპში ეს ძალიან გადაჯაჭვულია. თუ საკუთარ თავს უნდა ვაპატიო და საკუთარ თავს ვერ ვიღებ ისეთად როგორიც ვარ, სხვას რანაირად მივიღებ, ხო? და სხვა ადამიანის ქმედებას როგორ მივიღებ უპირობოდ და როგორ ვიტყვი, რომ მისი ქმედება იყო ისეთი როგორიც იყო და ეს მე არ მეხება რა.
ამას როგორ ვიტყვი? მე ყველაფერი მეხება ჩემი ეგოცენტრიზმით და ყველაფერში უნდა გამოვყო თავი და ვთქვა რომ აი იცი რა შენ მე ამით დამაზიანე და ეხლა უნდა გაპატიო და აი მშობლებთან მიმართებაში ხო რაღა შორს წავიდეთ თუ ვიცახით რომ აი მშობლებს უნდა ვაპატიო და დედას ვაპატიო და მამას უნდა ვაპატიო. რას ნიშნავს უნდა ვაპატიო? ესე იგი მე იმდენად მნიშვნელოვანი მგონია ჩემი თავი რომ მათი ქმედებებით მე დავზიანდი და ეხლა უნდა ვაპატიო. და იმას ვერ ხვდები რომ ეს ყველაფერი მე მჭირდებოდა რა. ნებისმიერი გზა რაც გავიარე, ნებისმიერი გამოცდილება რაც გავიარე, ეს მოცემულობები რაც ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, მხოლოდ მოცემულობები იყო და მე ეს მჭირდებოდა. და იმაში კი არ მჭირდება რომ ამა გამაძლიერა და გამამაგრა და გამომაღვიძა. არა, იმაში მჭირდება რეალურად რომ პირველი ეტაპზე რომ დავინახო ის რომ რასაც მე ტრამვას ვეძახი და რასაც დაზიანებას ვეძახი. რეალურად თუ გულწრფელად საკუთარ თავში ჩავიხედები. ის კი არ იყო რომ რამე ქმედება, ანუ ვინმეს ქმედება მე დამაზიანა და ეს ქმედება იყო იმ ქმედების გამოუწვევი ადამიანი იყო და ის რომ არ ყოფილიყო, ანუ რომ ის უკეთესი ადამიანი ყოფილიყო, ანუ უკეთესი ქმედება ქონოდა, მეც უკეთესად ვიქნებოდი და არ დავზიანდებოდი. ეს არ არის რეალურად ტრამვა. ეს უბრალოდ არის რაღაცნაირი თავის მოტყუება რა, მსხვერპლის როლში ყოფნა არის და გამართლება არის იმით რომ ამ ადამიანმა დამაზიანა. მაგრამ გულახდილად ეხლა რომ ვფიქრობ ეგ არასდროს არ არის პრობლემა. ჩემთვის პრობლემა იყო ის, რომ ის მოცემულობა, რა მოცემულობაც მოხდა და რა მოცემულობაშიც მე დაბნეული თუ შეშინებული ვიყავი, რომ გამოვიხედა იმ პატარა ირაკლი იქნებოდა თუ დღევანდელი ირაკლი იქნებოდა თუ დღესაც მემართება იგივე, რომ გამოვიხედა, ჩემმა გონებამ ვერ იპოვა ისეთი ადამიანი, ვისაც ამ ყველაფერს გაუზიარებდა, ეტყოდა, რომ ეხა მე შემეშინდა, ეხა დაბნეული ვარ. ან კითხავს დასვავდა, ეხა რა ხდება? ჩემმა გონებამ ის პროცესი იმდენად საშიშად აღიქვა, რომ ჩემთვის უსაფრთხო გარემო აღარ არსებობდა იმ მომენტში. და რომ გამოვიხედა ვერავინ ვიპოვე ადამიანი, ვისაც ამ ყველაფერს გაუზიარებდი, აი ეს დარჩა ტრამვად რა. და დღესაც მე ჩაკეტილი ვარ, განცალკევებული ვარ საზოგადოების მიმართ, მშობლების მიმართ. იმიტომ რომ დღემდე აი ეს პატერნი მომყვება, რომ ჩემთვის უსაფრთხო სივრცე არ არსებობს. რა, ქუჩაში რო გავივლი ადამიანებს ვარჩევ, რომ ეხა ეს კარგი ადამიანი თუ ის ცუდი ადამიანი, ამასთან საუბარი ღირს თუ არ ღირს, ადამიანთან რაღაც დღეების განმავლობაში უნდა მქონდეს ურთიერთობა, რომ იმასთან ნელ-ნელა გავეხსნა. იმიტომ რომ ესე ვისწავლე რა. და მეორე, როგორ ხდება ადამიანებთან გახსნა, სამყაროს გული როგორ გაუხსნა, რა ხელები როგორ გავშალო და როგორ თქვა სამყაროს მიმართ, რომ აი გენდობი რა, არ მეშინია შენთვის და უსაფრთხო სივრცე არის ყველა და ყველაფერი ჩემთვის. აი ეს როგორ უნდა გავაკეთო. რეალური ტრაუმებიდან, ჩაკეტილობიდან, ეგოცენტრიზმიდან, ღმერთზე გაბრაზებულობიდან დაძინების მდგომარეობიდან აი მაგით შემიძლია მე დღეს ეგრე უყურებ ჩემ ცხოვრებას რომ მაგით შემიძლია გამოვიდე რომ ყველა მოცემულობას გავეხსნა რა. კი არა ავარჩიო რომ ეს მოცემულობა კარგია თუ ცუდია, ეს ადამიანი კარგია თუ ცუდია, სანდოა თუ არ არის სანდო, არა, აი ყველა მოცემულობას ზუსტად ისეთად როგორიც არის გავეხსნა და თქვა რომ ვიღებ. აი ამ მოცემულობას ერთი ჯოხის გადაადგილების გარეშეც ვიღებ რა. ჩემ თავს ვიღებ ისეთად როგორიც არის. და ამას მე ვერ გავაკეთებ თუ თანაგრძნობა არ მაქვს. და თანაგრძნობა არ არის ემპათია. ემპათიასა და თანაგრძნობას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. თანაგრძნობას ვერ გამოიწვევ ძალით. თანაგრძნობა არ არის ემოცია, თანაგრძნობა არის მდგომარეობა. და ეს მდგომარეობა მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც ხვდები რომ არც ერთი ადამიანი შენგან განსხვავებული და გამოყოფილი არ არის. აი ლამალინა ძალიან ხშირად იცახის ხოლმე თავის სწავლებებში, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამაში. და ძალიან მიჭირდა ამის გაგება რა. რაღაცა გულს მithbobda და რაღაცა ახლოს მოდიოდა ჩემთან, მაგრამ რეალურად ძალიან მიჭირდა ამის გაგება და დღემდე მიჭირს გაგება, მაგრამ ვაწყობ რომ ყოველდღიურად რაღაც სხვადასხვანაირად ვუყურებ და ნუ ერთ-ერთი შეხედულების გაზიარება მინდა ეხაც რა. მე გულწრფელი და გულახდელი ვარ საკუთარი თავის მიმართ, საკუთარ ემოციებს ვცნობ, ვაღიარებ რომ მტკივა, ვაღიარებ ჩემს ჩაკეტულობას, ვაღიარებ ჩემს ზედმეტად სერიოზულ აღქმებს საკუთარი თავის მიმართ. ასე თუ ისე რაღაცნაირად ვცნობ რა საკუთარ თავში ემოციებს, მდგომარეობას ვიცნობ საკუთარ თავში. ვიცი ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა როგორია, ვიცი ჩემი ადამიანური გამოვლინება როგორია, ჩემი ცხოველური გამოვლინება, ჩემი ნაკლოვანური გამოვლინება როგორია. ვიცი ჩემი იმპულსები როგორია, ინსტინქტები როგორია. ამ ყველაფერს ვხედავ რა, აღარ ვიტყუებ თავს რა. ამ ყველაფერსთან დარჩენა და დანახვა შემიძლია და აი ამ ყველაფერს თვალს ვუსწორებ და ვიძახი რომ აი ესეთი გამოვლინებები ჩემში არსებობს. ხო და რამდენად მე ვცნობ საკუთარ თავს, იმდენად სხვა ადამიანში ვხედავ ზუსტად იგივე ტკივილს, რაც ჩემში არსებობს. და ყველა ადამიანში ერთი ტკივილია რა, ის ერთი სულიერი ტკივილია, რაც ყველას გვაერთიანებს. შეიძლება ფორმები, ფიზიკური სხეული, ქმედებები, განწყობა, ხასიათი განსხვავებულია, მაგრამ შიგნით აი სულიერ ტკივილს, რასაც ვეძახით ხოლმე, ყველა ადამიანს ეგ გვაერთიანებს.
და თანაგრძნობა არის ზუსტად ეგ. რომ მე შენში რაღაც პიროვნებას და გარეგნობას ან ხასიათის თვისებებს თუ დეფექტებს მაგას კი არ ხედავ ან არც მაინტერესებს, ანუ მაგის შეფასება შედარებაში არ შევდივარ. უბრალოდ ხედავ რომ ადამიანში არსებობს ზუსტად ის ტკივილი, რაც ჩემში არის და მე თუ ვცნობ ჩემში ტკივილს, მაშინ შენში შემიძლია რომ ვიცნო ეს ტკივილი. და თუ მე ადამიანებში დავდივარ და შემიძლია რომ დავინახო მისი წინასახის მიღმა, მისი ის ნატიფი მდგომარეობა, რა ნატიფი მდგომარეობაც მე მტკივა, ეგ არის ჩემთვის თანაგრძნობა. და ეს თანაგრძნობა გარდაუვალია. თუ მე ვგრძნობ და ვხედავ ჩემს ტკივილს, შესაბამისად და თუ ამ ტკივილთან დარჩენა შემიძლია, შესაბამისად სხვა ადამიანებშიც მაქვს უნარი, რომ აი ეს ტკივილი დავინახო. და თუ მე ადამიანებში ტკივილს ვხედავ, იქ განცალკევება დასრულებულია რა. მორჩენილია ეგ განცალკევება. და ერთნივართ რა. და რას გულისხმობ, როცა ჩემს ტკივილს ვხედავ. ეს ტკივილი იმდენად სულიერი სიცარიელი არის და ისე შეიგრძნობა, რომ ყველაფერს გამაკეთებინებს რა. მე ვცნობ საკუთარ თავში, რომ მოძალადეც ვარ, აგრესიულიც ვარ, მრისხანეც ვარ. თუ ძალიან გამიჭირდა, თუ ძალიან მომშივდა, საჭმლის გამო ვჩხუბობ, ყვირი ვარ საჭმლის სახში როგორ არ დამახვედრეთ. თუ კიდე უფრო ძალიან გამიჭირდა, მომიპარია კიდევაცო. თუ კიდე ძალიან გამიჭირდა, შეიძლება ადამიანს თავში რაღაცა ჩავარტყარო, საჭმელი გამოგრიჯო ხელიდან. თუ ძალიან გამიჭირდა, მოვიპარავ. თუ ძალიან ჩემს რაღაც ნიუთებს, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ვინმე შეეხო, მაშინვე აგრესია მეწყება. შედარებაში ვარ ადამიანებთან, მინდა რომ რაღაცები მათზე უკეთესი მქონდეს, მათზე მეტი მქონდეს. იმიტომ რომ ჩემში ძალიან ბევრი დაუკმაყოფილებლობა არსებობს, ძალიან ბევრი ადამიანური დაცემულობა არსებობს, ძალიან ბევრი ინსტინქტური მდგომარეობა არსებობს, გადარჩენის ინსტინქტები არსებობს. რა ჩემში აი ცხოველური აზროვნება არის რა. და ნატიფ დონეზე რაც უფრო მეტად უერთდები საკუთარ თავს და ჩავდივარ იმ ცნობიერებაში, რა ცნობიერებაშიც ვარ ყოველთვის რეალურად, მაგრამ აი ჩემი ყოველდღიური ინსტინქტური ცხოვრება ამ ყველაფერს ფარავს და ეს ნატიფი დონე გაუხეშებული არის და გამძაფრებული არის. რაც აი ამ სიმძაფრების მიღმა გავდივარ, მით მეტად ვატყობ, რომ ეს ყველაფერი არის ჩემი ხასიათის ნაწილი და ჩემი განვითარება და ღმერთთან სიახლოვეც, ცნობიერებასთან სიახლოვეც მაგაში მინდა ზუსტად და მაგაში მეხმარება, რომ დავინახო, რომ იმაზე მეტი ვარ, ვიდრე ვლინდები რა. იმაზე მეტი ვარ, ვიდრე ჩემი სახლია, ჩემი მანქანაა, ფინანსებია, ბიზნესია, ურთიერთობებია. ესეთი ლოცვა არსებობს, რომ ეხა გამახსენდა უცებ, რომ ესეთი ლოცვა არის, რომ ღმერთო არ მაინტერესებს რა მაცვია, ვინ ვარ, ვინ არიან ჩემი პარტნიორები, ჩემი მეგობრები. აღარ მინდა ესე ცხოვრება რა. რა გთხოვ გამანთავისუფლე ამ ყველაფრისგან, მაშინ როცა შენ მოინდომებ. და ეს ღმერთიც რაღაც გარეგანი ხო არ არის რა. მე ესე ვხედავ, რომ ღმერთი არის ის ცნობიერება, რომელიც ცნობიერება ჩემში ყოველთვის ყოფილა და ყოველთვის არის. და ამ ცნობიერებას ველაპარაკები. ერთხელ ამალინას გაუზიარებ და მითხრა, რომ ფრთხილად იყავი, რომ შენში, შენ თავს, შენივე პატარა ირაკლეს არ ელაპარაკებოდეო რა. ჩემთვის ძალიან პასადაპატივცემულ ადამიანის ნათქვამია, რომ ღმერთი არის მე, მაგრამ მე არ ვარ ღმერთი. და ეს ყველაფერს იწახის რა. ისი თქმაც ეხა მე მინდა რა. რომ ანუ ჩემში არის ეს ცნობიერება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მე ვარ ღმერთი. ამიტომ ჩემ თავს ვცნობ, აი ამ სუფთა ცნობიერებას ვცნობ. და ჩემი პასუხისგებლობა ეგ არის, რომ აი მაგ ცნობიერებასთან, მაგ სუფთა ცნობიერებასთან, მაგ ჯანსაღ ცნობიერებასთან, რასაც მე თუნდაც ღმერთსა ცნობიერებას ვეძახი, მაგასთან ახლო ურთიერთობა მქონდეს, სიფხიზლის მდგომარეობა მქონდეს, რა ვიფხიზლო და მოვიცალო. მე არასდროს არ მცალია საკუთარი თავისთვის. რა იმდენად ვარ აი ამ ექშენში ჩართული, სამსახურიდან სამსახური, მეგობრიდან მეგობარი, გართობიდან გართობა, ტელეფონს რო დამირეკავენ და მეტყვიან ირაკლი ხო არ გამოხვალ, უარის თქმა შემელია უკვე ჩაცმული და გავარდნილი ვარ გარეთ, ხო? რატო? იმიტომ რომ გაურბი ვარ აი ამ ჩემს თავს რა. რეაქტიული ცხოვრებით ვცხოვრობ რა. ჩვევა ეს ყველაფერი. და ეს ჩვევები მე მაშორებს იმ ჩემს ნატიფ ცნობიერებას. და ჩემი პასუხისგებლობა არის ის, რომ მოვიცალო საკუთარი თავისთვის, არ მცალია რა, ძალიან დაკავებული ვარ, ზედმეტად დაკავებული ვარ ტელეფონით, თუ საუბრებით, თუ გართობებით, თუ სამსახურით, ძალიან დაკავებული ვარ და რაც უფრო მეტად ვარ დაკავებული, მით მეტად ვშორდები ღმერთს. მით მეტად ვშორდები საკუთარ თავს, იმ ცნობიერებას, იმ აღქმას, რითაც დავიბადე და ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა რაც არის, რაშიც ყველაფერი ხდება. მე ამას ვშორდები, რამე თუ გამუდმებით გარეთ მაქვს ეს ყურადღება გატანილი. შესაბამისად მე არ ვიცნობ საკუთარ თავს და თუ საკუთარ თავს არ ვიცნობ, არანაირი თანაგრძნობა არ გამაჩნია საკუთარი თავის მიმართ და არც სხვა ადამიანების მიმართ არანაირი თანაგრძნობა არ გამაჩნია.
მე მგონია სხვაზე უკეთესი საკუთარი თავი. და სანამ საკუთარი თავი სხვაზე უკეთესი მგონია და ვიძახი რომ მე ამას არ გავაკეთებდი. ესე იგი ჯერ კიდევ ძალიან ღმად მძინავს რა. მე ჯერ ძალიან შორს ვარ საკუთარი თავის ცნობიერებასთან. საკუთარი თავის ცნობისგან ძალიან შორს ვარ. მე თუ მგონია რომ ვიღაცამ თუ ვიღაცამ მოკლა და მე ამას არ გავაკეთებდი. ზუსტად ვიცი რა, მე ვიცნობ საკუთარ თავს და ზუსტად ვიცი რომ ყოფილი ვარ ისეთი განრისხებული და ისეთი გაბრაზებული და ჩემში მინახავს ეგ გაბრაზებული ძალა, რომელიც მაგის გამკეთებელი იყო. შესაბამისად მე თუ ქმედებაში არ მომიყვანია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვაზე უკეთესი ვარ. აი ქრისტეს სწავლება ეგ არის, ხო, რომ იმას კი არ გვასწავლის, რომ არ გააკეთო მაგალითად. არა, ფიქრის დონეზე დააკვირდი რა. ანუ გულშიც ნუ გაივლებ მაგას. იმიტომ რომ არ განსხვავდება ხა ადამიანმა თუ ქმედებაში მოიყვანა, ვიღაცაზე ფიზიკურად იძალა და გაუპატიურა, ცემა, შეურაცხყოფა მიაყენა, მოიპარა, მოკლა, გალანძღა. რა მე ეს გონებაში არ გამიკეთებია? ქუჩაში რომ დავდივარ და ქალი გაივლის და თვალს რო ვერ მოვაცილებ და თვალს გავაყოლებ. ეს არ არის ფიზიკური და ემოციური ძალადობა? თუ რახან მე არ მივარდი ამ ადამიანს და ფიზიკურად არ შევეხე, ძალადობა დარითვლება? მე ხო ვიცი რაც ვარ გონებაში რა. მე ხო ვიცი რამდენი ფანტაზიური ფიქრები მაქვს გონებაში, რამდენი ძალადობრივი ფიქრი მაქვს. ეს ყველაფერი ხო ჩემში ხდება რა. და რახან ამას ფიზიკურად განხორციელებას არ უკეთებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვაზე უკეთესი ვარ. ეს არის თანაგრძნობა ჩემთვის. და ეხლა მივდივარ იქამდე, რომ ჩვენ რელიგიაში რა სახელმწიფოშიც დავიბადეთ, რა რელიგიის ქვეშაც დავიბადეთ. გვაქვს ხო ესეთი მანტრა, ლოცვა, უფალო შემიწყალე. და სულ ფიქრობდი ხოლმე რა, რომ აი რა გავაკეთე ეგეთი, რა ვარ ეგეთი ცოდვილი, რომ სულ შესაწყალებელი ვარ რა და სულ საპატიებელი ვარ. აი ეგეთი რა შეცდომები მაქვს დაშვებული რა. ღმერთის მიმართ რა შეცდომები მაქვს დაშვებული. კი, ადამიანების მიმართ ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, საკუთარი თავის მიმართ ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული და ამაზე უკვე ვიდეოში ვისაუბრე რა. მაგრამ ღმერთის მიმართ რა მაქვს ეგეთი შეცდომები დაშვებული, რომ და რა ვარ ეგეთი ბუნებით ცოდვილი, რომ გამუდმებით ნაპატიები უნდა ვიყო რა, ან საპატიებელი უნდა ვიყო რა გამუდმებით. და ეს ჩემთვის ძალიან დიდი მისიაა რა, ძალიან დიდი მისიაა და ძალიან დიდი ლოდია, რომ სულ გამუდმებით უნდა ვიყო საპატიებელი ობიექტი რა. და ღმერთი კიდე ყოველთვის ჩემთვის იყო დამსჯელი რაღაცნაირი, ან დამაჯილდოვებელი, ან დამსჯელი ორგანო, რომ მისი კეთილგანწყობა გამუდმებით დამემსახურებინა და აი ეს უფალო შემიწყალე სულ ჩვეუაში პატარავიდან მქონდა, რომ ცოდვილი ვარ ღმერთო და მაპატიე და ჩემი ქმედებები თავად უკვე ნაგულისხმებია, რომ მე საპატიებელი უნდა გახდე. ამ ლოცვის და მანტრის მიმართ მეორე შეხედულება არსებობს ასეთი, რომ ამას ადამიანები იმიტომ იმეორებენ ასე ხშირად, რომ დარჩნენ ამ მომენტში, აწმყო-მოცემულობაში დარჩნენ და ღმერთთან სიახლოვეში, ამ ცნობიერებაზე, რა ცნობიერებაზეც ვილაპარაკე, ამასთან ახლოს რო იყვნენ და გამუდმებით შეახსენონ საკუთარ თავს, რომ ეს მოცემულობა ეხლა და წარსულში და მომავალში რაც გონება გვექაჩება, იქით არ გადმოყვეთ, ამაში მეხმარება, რომ აი ამ ღმერთის ხსენებამ, ეს ინდოეთშიც ესე არის, ხო, რომ ღმერთის სახელს თუ იხსენებ როგორც მანტრა და ეს შენს მოცემულობაში გეხმარება, რომ იყო აქ და ახლა რა. ესეთი შეხედულებაც არსებობს და მე მინდა რომ ჩემი ასეთი დაკვირვება გავაზიარო რა ესეთი დაკვირვება მაქვს რაც ჩემთვის ძალიან ამ ეტაპზე ამ ცნობიერებისთვის აი ამ ურთიერთობისთვის და ურთიერთობაც მე დღეს ჩემს მაღალ ძალასთან ან საკუთარ თავთან მაქვს ამის გაზიარება მინდა რა არ ვამტკიცებ არაფერს რა თქმა უნდა და მით უმეტეს იმითი რაც მე ვიცი რა უნდა დავამტკიცო რა ვაზიარებ ხოლმე ჩემს შეხედულებას შენ რაც გაგიხარდება აიღე და რაც გაგიხარდება დატოვე აი წეღა რაზეც ვილაპარაკეთ თანაგრძნობაზე რაც საერთოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის რომ რეალური თანაგრძნობის მდგომარეობა გავიგო რა არის და ეს არის რომ სხვაში დავინახო რომ მე არავიზე ნაკლები არ ვარ მაგრამ არც არავიზე მეტი არ ვარ და არავიზე მეტი არ ვარ ნიშნავს ზუსტად იმას რომ ყველაფრის გამკეთებელი ვარ აბსოლუტურად რაც გულში გამიულია და რაც გამიფიქრებია ფაქტურად გამიკეთებია რა შესაბამისად მე ადამიანებზე არ გამოვირჩევი ადამიანებისგან და არავიზე უკეთესი არ ვარ. მე ყველა ადამიანი აბსოლუტურად ისტორიაში რაც გამიგია, ყველა სერიული მკვლელი იქნება თუ ყველა მოძალადე იქნება თუ ყველა გმირი და მესია იქნება, ყველაფერი ყოფილი ვარ რა. ეს ყველაფერი ყოფილი ვარ ზუსტად იმას ნიშნავს, რომ მე ქრისტეს გამიკვირია ჯვარზე, ქრისტეს მიწამებია და ქრისტეს მიმართ უარყოფას გამომიჩენია და ასე შემდეგ. და მე ბუდისტური სწავლება ძალიან მეხმარება, რომ ბევრი რამით საკუთარი თავის გარშემო გავიცნო და სხვათა შორის ქრისტიანობის იმ რელიგიის მიმართ, რა რელიგიის ქვეშაც დავიბადე,
იმის მიმართაც რომ ძალიან ბევრი რამე გავიგო გავაცნობიერო, ამაში ძალიან ბევრი დოზით დამეხმარა რა. და დღეს ეგეთ რაღაცას ხვდები, რომ აი ეს ყველაფერი რაზეც ვიდეოში ვილაპარაკე. რეალურად მე გავაკეთე რა. სადღაც რაღაცა 2025 წლის და 2026 წლის წინ იესო ქრისტე ვიღაცებმა კი არ აცვეს ჯვარზე. მე გავაკეთე ეგ რა. რამე თუ მე არ ვარ იმ ადამიანებზე უკეთესი. და მე ვერ ვიტყვი რომ მე ის არ გამიკეთებია და ან მე იმას ვერ გავაკეთებთ. ვიღაცა რომ მოკლა, ან ვიღაცა რომ მოატყვა, ან ვიღაცა რომ გაქურდა, ეგ მე გავაკეთე. რამე თუ ჩემში მსგავსი ფიქრი არსებობს. და შესაბამისად უფალო შემიწყალენ მაგას ნიშნავს რომ მე მახსოვდეს, გამუდმებით მახსოვდეს და საკუთარ თავში ცნობდე ჩემს იმ დაცემულ მდგომარეობას რომ ყველაფრის გამკეთებელი ვარ. და რო ვიცი რომ ყველაფრის გამკეთებელი ვარ და ვიღებ ამ მოცემულობას და მახსოვს ჩემი ადამიანური მდგომარეობა, ჩდება წურვილი და სურვილი რომ შეუერთდე მაღალ ღმერთს და ცნობიერებას და გამოვიღვიძო იმ დაცემული მდგომარეობიდან რაშიც ვარ. ეს არის ერთადერთი დანიშნულება ჩემთვის რელიგიის, ქრისტიანობის, ბუდისტური სწავლებების, ნებისმიერი სწავლების დანიშნულება ეგ არის, რომ ერთიანობაში გამომაღვიძოს რა. საუკუნეების წინ რაც მოხდა და დღეს რაც ხდება, ერთმანეთისგან განსხვავებული არ არის. მე და მამა ჩემი განსხვავებული არ ვართ ერთმანეთისგან. ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამაში. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. და არც არაზრუს ყოფილვართ განცალკევებულები. მხოლოდ და მხოლოდ იცვლება ფორმები და შინაარსი ყოველთვის ერთ და იგივეა. ყოველთვის ერთ და იგივე რაღაცა ხდება. და უფალო შემიწყალენ ზუსტად ეგ სწავლება არის. აი ხა მე რა ვიდეოც ჩავწერე. მაგ ვიდეოს შინაარსი არის დატანილი 2 სიტყვამდე. უფალო შემიწყალენ. რამე თუ მე ვარ ყველა ის ადამიანი, ვინც ოდესმე ყოფილა ამ დედამიწაზე, არსებობს დღეს და ოდესმე იარსებებს, ეგ ყველა ვარ მე. და ერთადერთი რეალური ქმედება მე რაც შემიძლია არის ის რომ საკუთარ თავში ვცნობდე ჩემს ბუნებრივ მდგომარეობას, ღვთიურ ჭეშმარიტებას ვცნობდე, ვისწრაფოდე ამ ჭეშმარიტებისკენ და მოცემულობებს ვიღებდე ისეთად როგორიც არის, ყოველგვარი შესწორების და გადაკეთების გარეშე. ვიყო ცნობიერი ჩემი ქმედებების მიმართ. ეს არის ერთი ინდივიდის პასუხისმგებლობა. და ეს არის გზა ჩემთვის ყველა ომის დასრულების, ყველა ძალადობის დასრულების. აი ხო გაიგია რა რომ მეზობელმა მეზობელი ცემა, ქმარმა ცოლზე იძალა და ქმარი მოძალადია და ცოლს ურტყავს და ცემს. მაგაში ჩემი წვლილიც არსებობს რა. ის ქმარი რომ მოძალადე არის დღეს, ის მოძალადე იმიტომ არის რომ ჩემი ცნობიერების მქონე ადამიანება ეგეთი ადამიანი ჩამოაყალიბეს რა. მე რო დღეს მჭირდება რომ ნაპატიები ვიყო, ან საპატიებლად მაქვს საქმე, ან მე რომ პატიებელი ვიყო. მე რო დღეს მრისხანე ვარ, პრობლემები რომ მაქვს მშობლებთან. ეს იმიტოა რომ საერთოდ ცნობიერებამ ესეთი ჩამომაყალიბა. და შესაბამისად მე თუ დღეს ჩემი ცნობიერების ცვლილებისთვის არაფერს არ ვაკეთებ და ვაგრძელებ ესე უბრალოდ რაღაც ინერციით ცხოვრებას, ნებისმიერი ძალადობა, აგრესია, რაც ქუჩებში ხდება, რაც პოლიტიკაში ხდება, რაც ოჯახებში ხდება, გაუპატიურება იქნება თუ ბავშვებზე ძალადობა, თუ ცოლის ცემა, თუ ქმრის ცემა. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ მე ჩამოვაყალიბე ესეთი საზოგადოება. მე შევქმენი ეს ყველაფერი და თუ მე ამას ჯერ ვერ ვხვდები რომ ეს ყველაფერი ჩემი შექმნილია, ერთი ადამიანის შექმნილია ეს ყველაფერი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ესე გაგრძელდება ყველაფერი. ის ადამიანი, ვინც ქრისტე ჯვარზე გააკრა, ხო, ის ადამიანი, ვინც ქრისტე აწამა. ის ადამიანი, ვინც ყველა ძალადობა და ტრობა ჩაიდინა. ესე ხო რა ადგა და გაჩნდა ქვეყანაზე, ხო? იმ საზოგადოებამ შექმნა და იმ საზოგადოებამ ჩამოაყალიბა, რაშიც გაიზარდა. და დღეს პოლიტიკაში რაც ხდება თუნდაც ჩვენს ქვეყანაში, მიტინგებზე რაც ხდება, თუ მეგობრებში რაც ხდება, თუ ერთმანეთის კმენა და დაცინვა იქნება, ბულინგი თუ ძალადობა. ეს ჩვენ შევქმენით რა. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ეს საზოგადოება. ეს პოლიტიკა ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, ეს მთავრობა ჩვენ ჩამოვაყალიბეთ. ყველაფერი ჩვენი შექმნილია. და თუ გინდა რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს, ჩვენ თავში უნდა ჩავიხედოთ რა. და არ მეგონოს რომ იქ ვიღაცა ცუდი იყო და მე აქ კარგი ვარ. და ის რომ კარგი გახდება, მე ყველაფერი გვეშველება, არა? დღეს სადაც ვცხოვრობთ და ჩვენი ისტორია რასაც გვეუბნება და მთელი სამყაროს შექმნიდან რა ისტორიაც არსებობს, რაც ჩვენამდე მოსულა.
და რაც ჩვენს მერე გაგრძელდება, ამ ყველაფერში ჩემი ძალიან დიდი წვლილი არის. და ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ მე დღეს რამდენად ცნობიერად ვაკეთებ ჩემს ქმედებებს რა. რამდენად მგონია, რომ იყოს ოდნავ უკეთესი გარემო, ოდნავ უკეთესი ღმერთი, ოდნავ უკეთესი ადამიანი, ჩემი ცხოვრება უკეთესი იქნებოდა. მე თუ ეს წარმოდგენა მაქვს ჯერ კიდევ. შესაბამისად პასუხისგებლობას გაურბივა რა, რომ ეს ყველაფერი ჩემი შექმნილია. აი, ქუჩაში რო გახვალ და დაინახავ, რომ მთვრალი კაცი ქუჩაში წევს. ნარკომანი ადამიანი იტანჯება. უბანში ადამიანი დგას, უსამსახურო ადამიანია და მათხოვრობს. კი ნუ იფიქრებ იმას, რომ შენ აქ ხარ და ის იქ არის. იცოდე, რომ მისი სიმთვრალეც ჩემი გამოწვეულია. მისი ნარკოტიკზე დამოკიდებულება ჩემი გამოწვეულია. მისი უსამსახურობა ჩემი გამოწვეულია. იმიტომ კი არა რომ მე უარგისი ვარ. არა, იმიტომ რომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ეს საზოგადოება. ჩვენმა ცნობიერების ნაკლებობამ შექმნა ეს მოცემულობა, რა მოცემულობაში ცხოვრობთ. ერთი ინდივიდი ქმნის ერთ სამყაროს. და თუ გინდა რომ სამყარო შეცვალო, დაიწყე საკუთარი თავით. რამე თუ შენ არ ხარ არავინ გარდა სამყაროს. მადლობა.